ცეკვავენ ვარსკვლავების დიზაინერობა. თქვენი ახდენილი ოცნებაა? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ცირკში იყო ერთხელ აი ეს პროექტი სეზონი მოვხდი რაღაცნაირად მოსაწვევით იქ. ცი როგორი შეგრძნება მქონდა რომ ვიჯექი და ვუყურებდი ამ პროექტს. რა თქმა უნდა ძალიან აჟიტირებული ვიყავი და მოხიბლული ამ პროექტით. აი ესეთი ის გამიჩნდა რომ ეს პროექტი უნდა გავაკეთო მე. იმდენად წარმოვიდგინე ამ პროექტში ჩემი თავი. და სხვა შორის ძალიან მალე აი რეალიზდა ეს ჩემი სურვილი, ოცნება თუ აი რაც როგორ მოხდა? ზურა ფანქველაშვილის და ნათია ქოქრაშვილის წყალობით მოვხდი ამ ტელევიზიაში და ზოგადად ამ პროექტზე პირველი ეს პროექტი იყო, რითიც დავიწყე სატელევიზიო სივრცეში შემოსვლა ესე რომ ვთქვათ და მე მგონი დაკავშირებულია რაღაცა საინტერესო ისტორია საქორწინო კაბა. ხო, იცი როგორ იყო? ნათიამ დამირეკა თავის და გათხოვდა ირინკა და ნათიამ დამირეკა რომ თუ შეძლებ რომ გააკეთო საქორწინო კაბაო და სხვათა შორის ძალიან სწრაფად გავაკეთე, ნათიასაც გავუკეთე მაშინ და რაღაცნაირი ის იყო, ეთყობა გადამწყვეტი ეს ჩემი სისწრაფე, ხარისხი ამ ორი რთული კოსტიუმის შესრულების დროს და გადამწყვეტი აღმოჩნდა შორის ეს ჩემი აი ეს ნათიას დისაქორწილო კაბა საიმისოთ რომ მოვხვდი მე ამ პროექტებში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეთყობა იფიქრეს რომ ვიყავი ისეთი ტიპი რომელიც ამ ყველაფერს დავძლებდი. ყოველი სეზონის დაწყებისას მაქვს განცდა რომ ვიწყებ თავიდან. აი პირველად ვიწყებ, ესეთი განცდა მაქვს რა. ეგ კარგია პირიქით. ხო, ესეთი განცდა მაქვს დღემდე და სულ მაქვს წინა ესეთი ხელვა რა, რომ აი ვინ იქნებიან, ვთქვათ, მონაწილეები, რითი დავიწყო, როგორ დავიწყო, ანუ ვინ რა ტანზე მოვა? მუდმივად ვღელა. მე ვინ რა ტანზე მოვა? ჩემი პასუხი იყო, რა პრობლემა? აი ეს იყო ჩემი პასუხი, რა პრობლემაა? შესაბამისად, გონი რომ ცოტა თავხედიც ვარ, იმიტომ რომ მასშტაბი არ ვიცოდი. რა მასშტაბი იყო და ძალიან მარტივად ვთქვი, რა პრობლემაა. კონკრეტულად რას ქმნის ლაშა, რომელ კოსტიუმებს? ანუ მოცეკვავეები, ვარსკვლავები და წამყვანები. მაგრამ ბევრი სხვა პროექტია, ხო? იგივე თუნდაც აი დადიანების მეჯლისი. კი. მთლიანად შენი გაკეთებულია. ნუ გულისხმობთ კოსტიუმებს, რა თქმა უნდა, ნოე სულაბერიძის პროექტია და შენი ემოცია, ანუ ეს ყველაფერი ეთერში რო ვნახე, ვიტირეო. სხვა შორის ეთერამდე დამემართა ეგ რა რაოდენობაზეა საუბარი? ძალიან დიდი რაოდენობა იყო პირველ ჯერზე, სადღაც 1200 კოსტიუმამდე გავაკეთე 2 კვირაში. როდესაც რაღაცას ვაკეთებ და ჩართული ვარ, ანუ მენეჯმენტს ვალაგებ დროის, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ისე გააკეთო რამე. თან უნდა იფიქრო, მოარგო, მაშინ მახსოვს რომ იყო პანდემია. აბსოლუტურად უყურე მარტო გარეთ თუ არ ვწდები 180 წყვილი ცეკვავდა. აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ყველაფერი გაკეთდა, შეიკერა მონაწილეებისთვის და ნუ აქედან ჩემ გუნდს ძალიან დიდ რა ვიცი, ბევრ კომპლიმენტს ვეტყვი, იმიტომ რომ მათ გარეშე მართლა არაფერი არ ვარ მე. გუნდი ვქმნით ამ ყველაფერს და მახსოვს მაშინ რომ დედაჩემა დამირეკა და აი იმ მომენტში შევიდნენ აი ეს პირველი 180 წყვილი საცეკვად და იყო ცოტა შოკი ჩემთვის, რომ ანუ მოვახერხე და უკვე გადიან და ცეკვავენ და მახსოვს რომ ძალიან გამიჭირდა საუბარი დედაჩემთან, აი ხო, ნუ ვიტირე. ემოციებისგან ვიტირე, კი. მაგარია. სხვა შორის რომ მორჩა პროექტი და დავბრუნდით თბილისში. სახლში ვერ მივედი, იმხელა ემოციაში ვიყავი. ვერ მივედი და არ მახსოვს ძალიან ბევრი ვიარე ფეხით, რომ ეთყობა ეს ემოცია გამომეტანა და მახსოვს რომ ნოეს დავურეკე, რომ მადლობა რომ ამ პროექტის ნაწილი ვიყავი თქო, იმიტომ რომ ვერ ვხარჯავ ემოციას ახლა ისე ვარ თქო. ანუ კიდე გინდოდა რომ ახალი ანუ აი მართლა ხო, არა, უყურე ისეთი სილამაზე, ისეთი მასშტაბი იყო, რომ ვერ წარმოვიდგინე, რომ ეს გამოვიდა და მე შევძელი 2 კვირაში და გავაკეთე. მაგარია. და აი ზოგადად ქართული სატელევიზიო შოუების ჩაცმულობის პიონერი არის თუ არა ეს არის. მოდი მე ვიტყვი, იმიტომ რომ ადრეულ სატელევიზიო სივრცეში ჩემი ბავშვობის დროს იყვნენ მხატვრები, ასე ვთქვა და უფრო მეტად იყო ეს ყველაფერი მოწესრიგებული, მაგრამ თანამედროვე ქართულ ტელესივრცეში ვერავინ ვერ აუწყო
ამ სისტემას, ასე ვთქვათ, ფეხი. იყო კიდე სატელევიზიო დიზაინერი ცოტა დაუფასებელიც არის. და რატომ? ნახე, კინოინდუსტრიაში რომ დიზაინერი რაღაცას ქმნის, საერთოდ იქიდან მოდის მერე ტრენდები. ხო, შემდეგ უკვე ასე ვინც იცის გაიგებს, რასაც ტელევიზიით, ანუ თითქოს აი მახსოვს ბაბის ფინალური ცეკვის კაბა, ის იყო აბსოლუტურად ხელოვნების ნიმუში, ამას ბაბი იტყვის თვითონ. მაგრამ ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს, ერთი ცეკვის ბრჭყვიალა კაბა. მახსოვს სალომეს ეცვა პასადობლეზე წითელი, საოცარი, აი ეს იყო რაღაცა ერთ ნახვად რომ ღირს ისეთი ეფექტი ქონდა. აი ამიტომ ამბობ ცოტა დაუფასებელია მაგრამ რაც ლაშამ მოახერხა და შეძლო, ანუ ამ ინდუსტრიაში დღეს ლაშა არის ნომერ პირველი. არავის ისეთი ხედვა დღეს არ აქვს კადრში როგორ უნდა იყოს არტისტი, რა ფერებში იყოს, ანუ ზუსტად ეს არის უკვე სუპერპროფესიონალიზმი და არა თვით შემოქმედების დონეზე რომელიმე დიზაინერმა გადაწყვიტოს რა ეხლა ეს არის მაგარი პონტი. მივხვდი? ანუ ლაშა არ არის პონტის დიზაინერი. ჩვენ ლაშაძე კბებით ვაკებთ და თან გვიხარია ეს ყველაფერი. პასადობლეს როცა ეკვავს თან ფინალში და იქ რაღაცას ალტოებს რო აკეთებს, თან უყურე როგორი რაღაცა აი ბაბი იტყვის რა, იმიტომ რომ აბსოლუტურად კოსტიუმი უნდა იყოს უკომფორტულესი. არ უნდა შეგიშალოს ილეთქი ბატონო. და ვერაფერი ვერ გააკეთოს. ანუ რამდენი რამ აქვს გასათვლელი დიზაინი რაღაცა არის. იმიტომ რომ შეიძლება დიზაინერის რაღაცა გაუთვალისწინებელმა ზაფი იყოს ისე რომ დაღუპოს იმ მომენტში ისე ცუდად იცეკოს რომ გამოვარდეს რომ აი საკუთარი კანივით უნდა იყოს ეს მორგებული კი მე ვიტყვი ერთ რაღაცას რომ მე ზოგადად ძალიან კომპლექსიანი ვარ განსაკუთრებით ჩაცმის ნაწილში და როდესაც საკითხი რაღაცა ვერ ვიტყოდი როდესაც საკითხი დადგა იმას რომ მე ცეკვებში უნდა მიმეღო მონაწილეობა იქ უკვე ავტომატურად ვიცი რომ ხო რაღაც ცოტა მოკლე იქნება სადღაც მხოლოდ ბოდე იქნება სადღაც და აბსოლუტურად მინდობილი ვიყავი მე ლაშა არც ერთხელ არ მახსოვს რომ რაიმე მისთვის ან ეს გამეკეთებინა ან ის ლაშა რომ არის პროფესიონალი ვიცოდი რომ ჩემთვის საუკეთესოს გააკეთებდა და იქ ჩემი ზედმეტი აქტიურობა კოსტიუმთან დაკავშირებით საჭირო არ იყო და მე მართლა ვიტყვი რომ ჩემი ყველა კოსტიუმი ისე მიყვარს პირველი ტურიდან ფინალის ჩათვლით შენ რო გაიმარჯვე შენ ეს კაბა აღარ გაიხადე დილამდე გახსოვს კი ხო გახსოვს დილის 7 საათამდე ასე რომ ვიცი იყო აი ამ კოსტიუმი აი მე ვიტყვი რომ ჩემთვის ძალიან დიდი მგონი ყველა ადამიანისთვის თავის პროფესიაში ნუ გადამწყვეტია და მნიშვნელოვანია რომ გამოხატონ ნდობა აი ბაბი მენდობოდა აი როგორ თვალდახუჭულით და ერთ ფაქტს მოყვები მახსოვს რომ ქსოვილებზე ვარ წასული და მახსოვს რომ დაურეკე ქსოვილებიდან და ვეუბნები რომ ეს ფერი უნდა გაგკეთო და ხო არ გააფრინე რა ფერს მითანხმებო და გამითიშა ფინალის კოსტიუმზე მომაყოლეთ გთხოვთ ზია ღამის 4 საათია ვიწყებთ ცეკვის დაგეგმვას რა ნახაზი უნდა გაკეთდეს ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ვართ შეკრებილები და გავარდნილი მონაწილეები ჩემ გვერდით არის ანუ მართლა საოცრება ხდება ყველა იქ არის და მუშაობს ჩემ ნომერზე და ამათ რომ უყურებ გული აჩუხებული მაქვს წრებლები მომდის და ლაშა მირეკავს რა შვებით ცეკვას ვდგავთ მოვდივარ მეუბნება ღამის 4 საათზე გამოვიდა კოსტიუმი უნდა დავხატო მოუყვნენ რა კონცეფციის იყო ეს ნომერი დაჯდა იატაკზე ძირს დახატა პასტა ფურცელი მოითხოვა დახატა და დახატა საოცრება 2 დღე დაღამე ხალხნო დედას გეფიცებით ბეჭი გაუშეშდა რამდენიათ 10000 ცალი სვაროვსკის თვალი ხელით დააკერა ამ კოსტიუმს ნუ ეს კოსტიუმი მე ვინც ნახა ყველა შოქში ჩავარდა მაგრამ 2 დღიანი ისეთი შრომა გასწია 24/7-ზე რომ ფიზიკურად აღარ ვარგო და ჯანმრთელობა მოერყა ჩემი კოსტიუმის შექმნისას და ნამდვილად მე ვიტყვი რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მე რომ გამარჯვებული ვარ ამ კოსტიუმის და ლაშას დამსახურებარი და მადლობა შენ კიდევ ერთხელ იმ ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთე. აბა მე ისეთი კოსტიუმი ჩამაცვა მაშინდელმა დიზაინერმა პირველივე ტურში გამოვარდი მაშინ ლაშა არ იყო თორე. შენ დადიოდი ახლა სხვა სულ. შენ წავდი და მე დავდიოდი.